ის რომ საკვირნო მოღვაწეობის ღირსეულად დაფასებას უძლიერებს მქონდა პატივი მორიოდე სიტყვა მეთქვა ამ წიგნთან დაკავშირებით და განსაკუთრებით გამოვყავი ავტორის იდეა, რომელსაც ის ხორცს ასხამს მერე წიგნში, წარმოაჩინოს ის პირები, რომლებიც ომზე გაიმარჯვეს. იყვნენ აფხაზები, რომლებიც დიდ მზრუნველობით ომობდნენ, მაგრამ ამავე დროს ზრუნავდნენ ქართველებზე, იყვნენ ქართველები, რომლებიც ომობდნენ, მაგრამ ამავე დროს ზრუნავდნენ აფხაზებზე. ასეთი ადამიანების წარმოჩენა მე მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რისი გაკეთება დღეს არის აუცილებელი. ბატონი მურმანი ამ თემაზე მესამე წიგნს წერს უკვე. დედის ანდერძის თანახმად, ეს ვიცი მე, დედამ ასე დაუბარა. გადაეცი შვილებსა და შვილიშვილებს. ის ჩემი სახლი გადამწვარია კოჩარაში, ვიცი, ჩემი ნალულიევები ეზოკარი, ფიქრით და სიზმრით იქავარ, მაგრამ თუ დაბრუნება იქნება, იქ პატარა ქოხი ჩადგიდა, ნუ დაკარგავთ იმას საომავლოს მეხსიერებაში. დაუტოვე შთამომავლობას. აი ამით გულანთებული კაცი წერს მესამე წიგნს უკვე. და ამ წიგნში მთავარი ის არის, უნდა იყოს. დაბრუნდეთ კი გვინდა, მაგრამ როგორ? რა გზით, რა საშუალებებით? დღეს კიდევ გვაქვს შესაძლებლობა მიულოცოთ ბატონ მურმანის დაბადების დღე, მიულოცოთ წიგნის გამოცემა და ვუსურვოთ წარმატებების შემდგომი როგორც აკადემიური მიმართულებით, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრებაში. ვიცით, რომ ის მრავალი მიმართულებით საქმიანობს და მთელი გულით მინდა ვუსურვოთ წარმატებები. ბატონმა მურმანმა ეს წიგნი მიუძღვნა ჩვენს მშობლიურ კუთხეს აფხაზეთს. მან აფხაზეთს უკვე მესამე წიგნი დაწერა და რომელშიც მოცემული არის ის დიდი ტკივილი, ის დიდი სევდა, ის დიდი ნოსტალგია, რომელიც აფხაზთან არის დაკავშირებული. ფიქრობ, რომ გარდა ამისა, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია არის დღეს, ასევე აღსანიშნავი არის მისი საიუბილეო თარიღი, რომელიც 70 წლისთანაა დაკავშირებული. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ მურმანს შემოქმედებით საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში. დღეს ჩემი იუბილე გახლავთ, უკვე 70 წელი ჩამოიმართლა ჩემი ყოფიერებიდან ამ სამყაროში. ნუ რაღაცა ალბათ გარკვეული შედეგები ახლა მე ყოფილი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ალბათ გარკვეული შედეგები ვხვდები და ეს არის ჩემი წიგნის პრეზენტაციას დაემთხვა მას წარდგენას და ეს წიგნი გახლავთ მესამე წიგნი აფხაზეთზე და ჩემი შემოქმედებიდან ეს არის მე-9 წიგნი დიდი მონოგრაფიის სახით. და რაც შეეხება ახლა სხვა მეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევ 45 წელია უნივერსიტეტებში და უნდა გითხრათ, რომ ჩემი სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობით მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მე აფხაზეთი ჩემი ცხოვრების მიზანი და ცხოვრების კრედოა. ასე რომ მე აფხაზეთი არასოდეს არ დამოვიწყდება. ამის შესახებ მე კიდევ ვიტყვი ჩემს სიტყვას.